ვისაუბრებთ სერბ ფიზიკოსა და გამომგონებელზე ელექტრო და რადიოტექნიკის სფეროში, ეს გახლავთ ნიკოლა ტესლა და იმის მიუხედავად ვახო რომ ის იყო ბევრი უამრავი იდეისა თუ გამოგონების ავტორი, რომელსაც დღევანდელი თანამედროვე სამყარო იყენებს, სამწუხაროდ დაუფასებელი აღმოჩნდა მაინც და სასკოლო წიგნებში დიდად არ გამოიყენება და არც იხსენიებენ მის გვარს. ძალიან ბევრმა არ იცის კი. შევეცდებით გავარკვევთ რატომ არის ეს მეცნიერიც ჩრდილში და ვისაუბრებთ მის მიღწევებზე ჩვენ სტუმართან ერთად თემო ჩიჩვა ელექტრონული ინჟინერი სტუმრობს ეს სტუდიას მოგესალმებით და დიდი მადლობა მანამდე ვნახოთ სიუჟეტი რომელიც ანა ვაკელია მომიზადა მიღწევებზე და დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში ვნახოთ ადამიანის განვითარება სასიცოცხლოდ დამოკიდებულია გამოგონებაზე. გამოგონება კი შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. ეს არის ფილიგრანული ოსტატობა იმისთვის, რომ დაიმორჩილო ბუნების ძალა, რათა გააუმჯობესო ადამიანის საჭიროებები მატერიალურ სამყაროში. ნიკოლა ტესლა 1919 წელი. სერბი ფიზიკოსი და გამომგონებელი ელექტრო და რადიოტექნიკის სფეროში დაიბადა ხორვატიაში. იმის მიუხედავად, რომ იყო უამრავი იმ იდეისა და გამოგონების ავტორი, რომლებსაც თანამედროვე სამყარო დღემდე იყენებს, ტესლას სახელს ძალიან იშვიათად შეხვდებით სასკოლო წიგნებში. რადიოს გამომგონებლად მარკონი, ელექტრომაგნიტური ტალღების რენტგენი, ხოლო ელექტრონული გამაძლიერებლის ფორესტი სახელდებიან, თუმცა ყველა ეს გამოგონება ტესლას დამსახურება იყო. ერთხელ როცა ის ამერიკაში იყო ჩასული, მუშაობდა თომას ედისონისთვის. იმ დროს ედისონმა მიიღო პატენტი მის მიერ გამოგონილ ნათურაზე და ჭირდებოდა სისტემა ელექტროობის გასანაწილებლად. ედისონი ტესლას დაპირდა დიდ ფულად ჯილდოს, თუ კი მას პრობლემას გადაუჭრიდა. ტესლამ წარმატებით გაართვა თავი ამერიკელი გამომგონებლის დავალებულ ამოცანას, თუმცა ედისონისგან მას თანხა არ მიუღია. ნიკოლა ტესლას ერთ-ერთი მთავარი გამოგონება კი ელექტროენერგიის უსადენო გადაცემაა. მან თავდაპირველად თქვა, რომ დიდი ოდენობით ელექტროენერგიის გადაცემა წყაროდან უსადენოდ შესაძლებელია. მოგვიანებით კი ეს ექსპერიმენტით დაადასტურა. მისი ოცნება იყო მთელი მსოფლიო უფასო ელექტროენერგიით უზრუნველყო. ისტორიულ ჩანაწერებში წერია, რომ მან შეძლო 20 ნათურის ანთება 25 მილის დაშორებით სადენების გამოყენების გარეშე. ტესლა თავის ლაბორატორიაში ფლუორესცენტულ ნათურას 40 წლით ადრე იყენებდა, ვიდრე მას ინდუსტრია გამოიგონებდა. ერთხელ გამომგონებელმა ფორდის მანქანა დაინახა. განაცხადა, რომ მას ასეთი დიდი ძრავი სულაც არ სჭირდებოდა. საავტომობილო წარმოების პიონერმა ტესლას რჩევა არ გაითვალისწინა, რის შემდეგაც ნიკოლამ ავტომობილის ანთების სისტემა გამოიგონა ფორდისთვის საჩვენებლად. ედისონის მსგავსად, ფორდმა სერბი გამომგონებლის სისტემის პატენტი მიისაკუთრა. გამომგონებლის გზა ბევრისთვის გაუგებარი და დაუფასებელია, მაგრამ არაჩვეულებრივია იმის შეგრძნება, რომ შენის რჩეული ხარ, რომელმაც ცოდნა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ კაცობრიობა ელემენტებთან სასტიკ ბრძოლაში არ გაქრეს. ნიკოლა ტესლა 1919 წელი.
დიდი მადლობა ანას ესეთი საინტერესო შემეცნებითი სიუჟეტისთვის და მსახურებს ეს ადამიანი ნამდვილად დაფასებას. მსახურებს და ჩვენი სტუმარია თემო ჩიჩუა. თემო, დავიწყოთ ბევრი აქცენტი იყო გაკეთებული ამ სიუჟეტში, მაგრამ ბოლოს მენიშნა ესეთი რაღაცა, რომ მას უბრალოდ იდეებს პარავდნენ და მის იდეებს ისაკუთრებდნენ. რატო ვერ ახერხებდა თქვა თავის იდეების დაცვას? პირველ რიგში ამას შეგვიძლია დავარქვათ ეს ამბავი, რომ არ გამოირჩეოდა Tesla დიდად ამბიციურობით. მოდი დავიწყოთ ყველაფერი თავდაპირველად, როდესაც Tesla ხვდება Edison-ს. ის იწყებს მუშაობას მის კომპანიაში და საქმე ის არის, რომ მათ ჰქონდათ ერთგვარი ომი, დენების ომს ეძახიან ამას, ცვლადი და მუდმივი დენის ომი. ანუ Edison მაშინ მუშაობდა კომპანიაში, რომელიც იყენებდა მუდმივ დენს და ასე ვთქვათ, მის გასაუმჯობესებლად დაიქირავა მისი ამ კომპანიის გასაუმჯობესებლად აიყვანა Tesla. დიახ. საქმე ის არის, რომ ახალი ჩასული იყო ნიუ-იორკში, ხო? კი, სწორედაც. დიდ მანძილზე ასე ვთქვათ, ჭირდებოდა სუბსადგურები იმისთვის, რომ აი დაუშვათ მთელი ქალაქი ელექტროენერგიის ქვეშ ყოფილიყო. რაც პრობლემა იყო ერთგვარი. და ამის მოგვარებად მოიფიქრა Tesla-მ ასეთი რაღაც, რომ ცვლადი დენი გამოიყენებინა ამ ყველაფრისთვის. საქმე ის არის, რომ ეს იყო გამანადგურებელი Edison-ის კომპანიისთვის და მან დაიწყო უდიდესი შავი პიარი და Edison იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც Tesla თუნდაც ვერ ხვდება სახელმძღვანელოებში, როგორც Edison თუნდაც. და ის იწყებდა ძალიან შავ პიარს, რაც გულისხმობს იმას, რომ აი თუნდაც ასე ვთქვათ, ფესტივალებზე მიყავდათ ცხოველები, ცვლადენს ატარებდნენ მასში და ხოცავდნენ ხალხის წინაშე, იმიტომ რომ ითქვათ, რომ ეს სახიფათოა და არ გამოიყენოთ. და აი კიდევ ერთი ძალიან კარგი გამოგონება ბჭყალებში კარგი შექმნა Edison-მა, ეს იყო ელექტროსკამი, რომელსაც შემდეგ უკვე იყენებდნენ დასაჭირად. ანუ ხედავთ განსხვავებას, იქ რეპორტაჟიც იყო ნათქვამი, რომ Tesla-ს უნდა უფასო ელექტროენერგია მთელი მსოფლიოსთვის. Edison-ს კი ამ ყველაფრიდან ასე ვთქვათ, ფულის სუნი მოსწონდა და ყველაფერს აკეთებდა ამის ხელშესაძლებლად. ძალიან მნიშვნელოვანი არის ფაქტორები, რაც ვახსენეთ თვითონ რეპორტაჟში, იყო ის, რომ Tesla-ს ძალიან ბევრ გამოგონებას დღემდე ისევ ვიყენებთ, რომ არ ვიცით ხო რომ ის. ყველაზე მთავარი იდეოლოგია, რაც მომწონს მე Tesla-ს, ეს იყო რადიო გადამცემებით სხვადასხვა მოწყობილობების მართვა. მას ჰქონდა ასე ვთქვათ ერთ-ერთი იდეა. მარკონის ისტორიას მარკონის საქმე ის არის, რომ ზოგი ამბობს, რომ მარკონმა მოიპარა, ზოგი ამბობს მსგავს რაღაცას, რომ ისინი მუშაობდნენ უბრალოდ პარალელურად, ანუ ერთი იტალიაში, მეორე ამერიკაში. დაახლოებით 94 წელი იყო თუ სწორად მახსოვს, როდესაც არა 95 იყო, როდესაც დაიწყო ამაზე Tesla მუშაობა და გარკვეულ მაგ პერიოდში მოხდა ამის იტალიაში წარმოება მარკონის მიმართ. თუმცა როდესაც უკვე ცადა ამერიკაში წამოღება, ასე ვთქვათ, ამ პროექტის აქ მოხდა ეს შეჯახება სწორედაც. ნუ საბოლოო ჯამში მარკონი გაიმარჯვა და დამკვიდრდა. უმეტესწილად ვახსენეთ კიდეც, რომ მის იდეებს, ასე ვთქვათ, აბუჩად იგდებდნენ Edison-ის მაგალითი მოიყვანეთ. თუმცა დღესდღეობით ძეგლიც დაუდგეს, ფილმის გადაიღეს, David Bowie თამაშობს მის როლს და ძალიან საინტერესო ფილმია. მაგრამ ასე ვთქვათ, მისი მიღწევები, როგორც სიუჟეტში აღნიშნეთ, არ არის ისეთი, ანუ სასკოლო სახელმძღვანელოებში არ არის და სამწუხაროდ ისტორიას არ წერია ისტორიაში მისი სახელი, როგორც უნდა ეწეროს და როგორც საჭიროა. თუ შეიძლება ჩვენ რომ ვისაუბროთ უფრო ვრცლად მის მიღწევებზე, გარდა იმისა, რომ ეს რადიოსადგური გააკეთა, გარდა იმისა, რომ ცვლადიდან კიდევ რა მიღწევები გამობე, რომ მე-20 საუკუნე შექმნა ნიკოლა ტესლა. ნუ რა თქმა უნდა და წაიყვანა ძალიან შორეული მომავლისკენ. მის იდეებს. აი, რადგან ცდილობდი რომ მეთქვა ეს იყოს, მისი ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოგონება, რომელიც მომწონს, ეს რასაც ყოველდღიურად ვიყენებთ და ზარმაც ხალხს ძალიან უყვარს, არის პულტი. ნუ პულტი ეს დავარქვათ ამ გამოგონებას, სინამდვილეში მისი იდეა იყო მსგავსი რამ. ნუ ამბობენ რომ მთავრობამ აიძულა უბრალოდ ამ ხრივ გამოყენება, ეს იყო ხომალდი, რომელსაც დატვირთავდი სხვადასხვა საფეთქებელი საშუალებით და რადიო ტალღებით დისტანციურად მართავდით. ეხლა ჩვენ დროსთვის ეს არ არის გასაკვირი რაღაც, მაგრამ წარმოიდგინეთ რა დროზე ვსაუბრობთ. და როდესაც ეს ასე ვთქვათ პატენტზე შეიტანა ამის იდეა თავდაპირველად საპატენტო ორგანიზაციამ უარი უთხრა, იმიტომ რომ პრაქტიკული გამოყენება ვერ ნახა იდეის და სწორედ ამიტომ გააკეთა ესე ვთქვათ ერთ-ერთ გამოფენაზე ნავი, რომელსაც პულტით მართავდა. ეს არის პირველი ნაბიჯები რობოტიკაში, იმიტომ რომ რეალურად ხელით არ ეხება დევაის, ანუ ეს უკონტაქტო კავშირი არის, რაც იყო ჩემი აზრით გარდატეხა, იმიტომ რომ ну, ამის მერე წავიდა, ასე ვთქვათ. ასევე X ხივი, იგივე რენტგენი, რომელიც რენტგენის სახელს უკავშირდება, თუმცა ექსპერიმენტი საკუთარ თავზე ჩაატარა და საკუთარი ხელი გადაიღო ნიკოლა ტესლამ. ეს არის სურათი არის ძალიან ლეგენდარული, ფეხსაცმელი, ანუ ფეხსაცმლიანად ფეხი აქვს დასკანერებული
იქ სტალდებთ. ერთი თემა საინტერესო მაყურებელს ალბათ ახლა ვისაც აინტერესებს ეს თემა ზოგადად Tesla ძალიან ბევრი საუბრები მიდის არსებობს განაცემების სტატიები ბიჭდება ხოლმე ტუნგუსის მეტეორიტი გახსოვს 1908 წლის და შეთქმულების თეორიას ასაც ეძახიან ხოლმე არის ვერსიები რომ თლად ეგრეც არ იყო და ისიც Tesla-ს რაღაც ექსპერიმენტს უკავშირდება არის რაციონალურია ეს ანუ რეალურად რას აბრალებენ ეს არის Tesla მუშაობდა ან Tesla coil-ებზე რადგან იყო საუბარი და მაგნიტურველით გადაცემას ენერგიის იყო ესეთი პროექტი რომ მას უნდა აეშენებინა დიდი კოშკები მსგავსი გადამცემების როგორც თვითონ ამბობდა აქ ძალიან დიდ რამოდენიმე მილიონ ვოლტთან და საკმაოდ მაღალ ათასეულობით ამპერაჟთან მოგვაქვს ანუ ეს არის გრანდიოზული სიმძლავრე რომელიც საკმარისია რომ საკმაოდ დიდი ქალაქი უცებ გააქრო აღგავონ პირისაგან მიწისად ეხ და სწორედ ამიტომ რახან პერიოდი დაემთხვა, როდესაც Tesla ამ პროექტზე მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ არეაზე საერთოდ არ იმყოფებოდა და უბრალოდ რახან იდეა თქონდა რადიოტალღების დისტანციაზე გადაცემის, ასე ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ, შეტენეს ეს ფაქტი, რომ მის ერთ-ერთი ექსპერიმენტს ზოგი ამბობს, რომ წარუმატებელს ანუ შემთხვევით მოხდა ეს ფაქტი, ემსხვერპლა ეს ტერიტორია. ნუ მე პირადად რო გითხრათ არ ვიცი ეს ზემოდან მისტერიით მოცული ამბავი არის მე მხოლოდ ის ვიცი რაც თუნდაც გადაცემების საშუალებით მინახავს. თუმცა გამოიგონა ისეთი რაღაცები რაც პრინციპში საზიანოც იყო და რეალურად ამობენ რომ დაფიქსირებული არის 300-მდე ორიგინალური იდეა. უმრავლესი არის თეორიული, იმიტომ რომ არ უწყობდა იმ დროინდელი ტექნოლოგია ან რესურსები ხელს რომ ეს ყველაფერი განეხორციელებინა. მაგრამ არის ასე ვთქვათ ჭორები, იმიტომ რომ ხალხს ძალიან გვიყვარს მისტიური რაღაცეები, რომ Tesla-ს აქვს ბევრი ისეთი გამოგონება, ანუ თქვენ იცით რომ ხანძარის შედეგად ძალიან ბევრი მისი გამოგონება და ჩანაწერები განადგურდა. და ზოგი ამბობს რომ ეს ხანძარი სპეციალურად გაჩნდა კიდეც, იმიტომ რომ ისეთი რაღაცები შექმნა, რაც არ უნდა რომ ხალხს ცოდნოდა და განადგურა. ერთი ფილმიც არის ამაზე თუ გაქვთ ნახე პრესტიჟი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი არის, როდესაც ილუზიონისტები ასე ვთქვათ კიშპავენ ერთმანეთში და ადამიანის კლონის აპარატი შექმნეს. ანუ ხალხი ამბობს რომ მსგავსი რაღაცები არსებობს. 2006 წელს გადაღებულია ეს. აი იდეალური შემთხვევა იყო ეს. ამ ფილმზე ვსაუბრობდით. თუმცა Tesla-ს განუხორციელებელი იდეები ქონდა, რა თქმა უნდა, ეს მომავალთან დაკავშირებული მისი ხედვა მოიცავდა მზისა და წყლის ენერგიის ათვისებას, იწინასწარმეტყველას საპლანეტაშორისო კომუნიკაციების და ხელოვნური თანამგზავრების ტექნოლოგიაც, ხო? ამ ხრივაც ვისაუბროთ Tesla-ს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რომ ერთ-ერთი პროექტი რომელიც გააკეთეს თავდაპირველად, როდესაც ცვლადენზე ვსაუბრობთ, ეს არის დედამიწაზე ათვისება იმ რესურსების რაც გვაქვს და ეს იყო ნიაგარას ჩანჩქერზე პროექტი მსგავსი გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის აშენება. ნუ ეს არის ასე კიდევ ერთი გრანდიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ დღეს ძალიან აქტიურად ვიყენებთ ამას. ანუ დღის გადმოსახედით შეიძლება ხალხს არც ისე მრავალფეროვანი მოეჩვენოს Tesla და შესაბამისად შეიძლება ეს იყოს გარკვეულად მიზეზი იმისა, რატომ ვერ ხვდებით ხშირად სასკოლო წიგნებში. ნუ სიმართლე რომ ვთქვა, აინშტაინი კი ყველა მიცის, მაგრამ დამეთანხმებით არც აინშტაინი არ ხვდება ხშირად სასკოლო წიგნებში. ნუ ეს პირდაპირ არის იმაზე დამოკიდებული, რას გვასწავლიან სკოლაში. და ის თემები, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, სკოლის განათლებასთან ცოტა ზემოთ არის. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი ჩემი აზრით, რატომაც აი ეს თავში დასმული პრობლემაა, რომ არ არის ცნობილი იმდენად Tesla სოფლიოში. მაგრამ მე პირადად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ Tesla არ არის ცნობილი, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცნობილი არის, თუმცა დაფასებული არ არის სათანადოდ. ერთ-ერთ გიგანტ კომპანიას, რომელიც სოფლიო ინოვატორად ითვლება, მისი სახელი ქვია. მე არ ვიცი მეტი რა დაფასება. ნუ რა თქმა უნდა, ნობელის პრემია აქვს, მაგრამ არა უჩვენს. არც მე. ძალიან დიდი მადლობა, ამომწურავად შეგვიძლია საუბარი და ძალიან ბევრია სასაუბრო Tesla-ზე, თუმცა სამწუხაროდ რა მოიწურა და დიდი მადლობა თქვენ. ბოლომდე მადლობა მოწვევით. და გადავიდეთ უკვე ცოცხალზე, გადაცემის დასვით ნაწილზე, ჩვენ მოვუსმენთ პროექტს Fall Group და სიმღერას სახელწოდებით Highly Recommended Old Beach. ჩვენ კი ხვალამდე გემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.